გამარჯობა, ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს კურიერის გუნდთან ერთად მე კესო კაფეინზე გაგაცნობთ. ნაციონალური მოძრაობის მიერ საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის შედეგები პრემიერ-მინისტრის ვრცელი წერილი და ანალიზი თუ რატომ არ იქცა აგვისტოს ომი ნაცმოძრაობის და მისი მიმდევრებისთვის საკმარის საფუძვლოდ რუსეთის მიმართ რადიკალური განწყობების ჩამოსაყალიბებლად. ირაკლი კობახიძე სვამს არაერთ კითხვას, რატომ გამოაცხადა უცხოურმა აგენტურამ რუსეთი დაუძინებელ მტრად მხოლოდ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ და რატომ იქცნენ ისინი რუსოფობებად ახლა და არა მაშინ, როცა საქმე საქართველოს ეხებოდა. პრემიერ-მინისტრს მოყავს არაერთი მაგალითი ომის დასრულებიდან მალევე, როგორ მიესალმებოდნენ ნაცმოძრაობის ლიდერები და მათი მხარდამჭერები რუსეთთან სავაჭრო, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავებას, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას და სტრატეგიული ობიექტების გასხვისებას. ყველას გვახსოვს, როგორ მიესალმებოდნენ დღევანდელი რუსოფობები ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე, მიშამ შულდაძე და სხვები საქართველოში რუსულ ფულს, რომელსაც მაშინ სუნი არ ჰქონდა, წერს ირაკლი კობახიძე. უფრო ვრცლად პრემიერ-მინისტრის წერილს შოთა ფალავანდიშვილი გაგვაცნობს, შოთა ეთერში ხარ. პრემიერ-მინისტრის ვრცელი წერილი რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა მის სოციალურ ქსელში, სადაც ირაკლი კობახიძე დეტალურად მიმოიხილავს 18 წლის წინ მიმდინარე მოვლენებს და რუსულ ოკუპაციას, რომელიც 2008 წლის აგვისტოში განხორციელდა საქართველოს წინააღმდეგ და განმარტავს იმ პერიპეტიებს, რომელიც მაშინდელ პოლიტიკურ ელიტას და არასამთავრობო სექტორს, რომელიც დღეს ოპოზიციაშია ჰქონდა და როგორი იყო მათი მიდგომები თავად რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ირაკლი კობახიძე შეახსენებს საზოგადოებას, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს 400-ზე მეტი მოქალაქის ადამიანის სიცოცხლე დაკარგა და 200-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა ამ სამხედრო აგრესიის შედეგად. ამავდროულად ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპირება მოხდა და რუსეთმა ფაქტობრივად რუსეთს ნაციონალური მოძრაობის მიერ, ასე ვთქვათ, კობახიძის აზრით, ხელშეწყობით მიეცა შესაძლებლობა, რომ საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებლად გამოცხადება მოეხდინა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამ ფაქტების და უმძიმესი, ასე ვთქვათ, მდგომარეობის მიუხედავად, რომელიც საქართველოში სწორედ 2008 წლის აგვისტოში მოხდა, მაშინდელმა ხელისუფლებამ და ასე ვთქვათ არასამთავრობო სექტორის ელიტარულმა ნაწილმა არაფერი გააკეთა იმისათვის, რომ რუსეთის მიმართ ის მწვავე განწყობები ყოფილიყო, რომელიც მას შემდეგ გაჩნდა, რაც რუსეთი უკვე უკრაინაში 2022 წელს შეიჭრა. ირაკლი კობახიძე ახსენებს საზოგადოებას იმ ნაბიჯებს, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომიდან ძალიან მალე განხორციელდა, მათ შორის გაუქმდა ცალმხრივად სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის, ამავდროულად მუდმივად ხდებოდა წახალისება ეკონომიკური კავშირების და მეტიც გადაეცა თითქმის ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსულ კომპანიებს სამართავად, რომელიც პირდაპირ უკავშირდებოდა როგორც საქართველოს უსაფრთხოებას, ისე ენერგო დამოუკიდებლობას. 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩვენი საზოგადოების ოპოზიციურ ფსევდოლიბერალურ უმცირესობაში ერთი კონკრეტული მიდგომა გამოიკვეთა, რომელიც განცალკევებულ განხილვას საჭიროებს. როგორც მოგეხსენებათ, ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის მიერ საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის შედეგად რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია განახორციელა. 2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელიწადი გავიდა, თუმცა მისი უმძიმესი კვალი ჩვენს ქვეყანას და 10,000-ობით ქართველის ცხოვრებას დღემდე ატყვია. რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაიღუპა 412 ადამიანი, 2222 კი დაიჭრა. მშობლიური კერა იძულებით დატოვა 30,000-მა ჩვენმა თანამოქალაქემ. საოკუპაციო ხასმიღმა აღმოჩნდა 120-ზე მეტი ქართული დასახლება. სამშობლოსა და ისტორიის წინაშე ვალდებულები ვართ ვაცნობიერებდეთ, რომ ის რიცხვები მხოლოდ სტატისტიკა არ არის, რადგან მათ უკან ყველაზე ძვირფასი, დაკარგული სიცოცხლე, მიტოვებული და განადგურებული სოფლები და ღალატ შეწირული ეროვნული ინტერესები დგას. საინტერესოა, რომ ამ მასშტაბის ტრაგედიის ფონზე აგვისტოს ომი ნაციონალური მოძრაობის რეჟიმისა და მისი მიმდევრებისთვის 2008-2012 წლებში არ იქცა საკმარის საფუძვლად რუსეთის მიმართ რადიკალური განწყობის ჩამოსაყალიბებლად. რეალურად პირიქით მოხდა. 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ ნაციონალურ მოძრაობას რუსეთთან მიმართებით არათუ მკაცრი პოლიტიკა არ გაუტარებია, არამედ ომის დასრულებიდან მალევე რეჟიმის ლიდერი რუსეთის მოქალაქეებს საზღვარზე უშუალოდ ხვდებოდა და საქართველოში ტურისტული მოგზაურობისა და ბიზნეს საქმიანობისთვის იწვევდა. ამავე პერიოდში ვიხილეთ რეჟიმის აქტიური ძალისხმევა რუსეთთან კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების გასაღრმავებლად. აგრეთვე ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მიერ საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა, მათ შორის სტრატეგიულ სექტორებში რუსული კაპიტალის ჩართვის წახალისება. რამდენიმე წლის შემდეგ კი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმება.
რამ გამოიწვია მსგავსი ალოგიკური მიდგომები ქრონოლოგიურად განიხილავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამბობს, რომ სწორედ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ არასამთავრობო სექტორისა და დღეს, ასე ვთქვათ, მთავარი რუსოფობების მხრიდან არ გაკეთებულა არც ერთი მკვეთრი და მწვავე შინაარსის განცხადება, რომელიც მეტწილად ლოგიკური იქნებოდა, რადგან საქმე ეხებოდა ამ კონკრეტული პერსონების სამშობლოს და არა უკრაინას, რომელიც სწორედ 2022 წელს ჩაერთო რუსეთთან ომში და სწორედ 2022 წელს დაიწყო რუსეთმა სამხედრო აგრესია უკრაინის ტერიტორიაზე, თუმცა მიუხედავად ამისა, ამ ალოგიკური ჯაჭვის, ასე ვთქვათ, შედეგად პრემიერ-მინისტრის თქმით დაიწყო უფრო მკვეთრად რუსოფობიური კამპანიის წარმოება საქართველოში და ქართული პოლიტიკური ელიტის ოპოზიციური ნაწილის მხრიდან. ირაკლი გობახიძე მიიჩნევს, რომ ეს არის კიდევ ერთი დასტური და მტკიცებულება იმის რეალურად რა განწყობები და რა დავალებებით ხორციელდება საქართველოში პოლიტიკის წარმოება და როგორ ხდება მათ შორის ოპოზიციის მხრიდან ამა თუ იმ სენსიტიური თემის გამოყენება. პრემიერ-მინისტრის თქმით, იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოხდა, გაცილებით რბილი იყო თუნდაც რიტორიკა და განცხადებები ოპონენტების მხრიდან, მაშინ და სრულად შეიცვალა სურათი 2022 წლის შემდეგ, რადგან მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ ამის უკან კონკრეტული დავალებები დგას, რომელიც უნდა, ასე ვთქვათ, ჩაშლილიყო სხვადასხვა პოლიტიკურ წრეებში მას შემდეგ, რაც ევროპის კონტინენტზე ვრცელი და მასშტაბური ომი დაიწყო რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ. სწორედ აქედან გამომდინარე გამწვავდა განცხადებები და რიტორიკა ოპოზიციის და ეს ყველაფერი მთავრობის მეთაურის აზრით ადასტურებს იმას, რომ რეალურად სამშობლოსა და ეროვნული ინტერესების მიღმა ოპოზიციის დიდ ნაწილს ამოძრავებს მხოლოდ გარე ლობისტების, ასე ვთქვათ, დავალებები და ის მითითებები, რომელიც განსაზღვრავს ზოგად გეოპოლიტიკურ სიტუაციას მათი პოლიტიკური გადმოსახედიდან გამომდინარე. შეგახსენებთ, რომ არც ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის წარმომადგენელთაგან და არც მათ მიმდევართაგან აღნიშნული პოლიტიკის მიმართ პროტესტი მაშინ არავის გამოუხატავს. მეტიც, ყველას გვახსოვს, როგორ მიესალმებოდნენ დღევანდელი მთავარი რუსოფობები ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე, მიშა მშვილდაძე და სხვები საქართველოში რუს ტურისტებს, რუსულ ფულს, რომელსაც მაშინ სუნი არ ჰქონდა და რუსეთთან სავაჭრო, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავებას. შეგახსენებთ, რომ ეს ყველაფერი ხდება მას შემდეგ, რაც რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უკვე აღიარებული აქვს და ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია. ფაქტია, რომ ეს პოლიტიკური ძალები, მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა აქტიური მიმდევრები, რომლებიც გარედან მართულ აგენტურად ერთიან რადიკალურ ძალად ჩამოყალიბდნენ და არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საქართველოში მხოლოდ გარე ძალების ინტერესების გატარებით არიან დაკავებულები. ანტირუსულ აგრესიას 2008-2012 წლებში არ შეუწუხებია. ქართულმა აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა მხოლოდ მას შემდეგ ჩამოიყალიბა, რაც რუსეთი უკრაინაში მეორედ შეიჭრა. აშკარაა, რომ გლობალურ ომის პარტიას სწორედ დღეს მიმდინარე კონფლიქტის მასშტაბი სჭირდებოდა იმისთვის, რომ ომში ევროპა ჩაერთო და რუსოფობია აგენტურაში მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც უმაღლეს დონეზე გაეღვივებინა. კიდევ ერთხელ გასაგებად, რომ განმარტოთ, უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ არ ყოფილა ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც აგვისტოს ომის შემდეგ. ანუ მაშინ, როდესაც საქმე უშუალოდ მათ ფორმალურად მაინც სამშობლოს ეხებოდა, როდესაც რუსულ ოკუპაციას შეეწირა ასობით ქართველი ჯარისკაცის, პოლიციელისა და მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე, როდესაც წამებით მოკლეს გიორგი ანწუხელიძე, როდესაც დავკარგეთ 120-ზე მეტი ქართული სოფელი, როდესაც დევნილად იქცა 10,000-ობით ჩვენი თანამოქალაქე და როდესაც მოხდა ის, რაც მანამდე რუსეთს ფიქრადაც კი არ ჰქონია, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის აღიარება. ამ ფაქტებიდან გამომდინარე პრემიერ-მინისტრი სვავს ლოგიკურ კითხვას, რატომ არ ჰქონდათ მსგავსი დამოკიდებულება აგვისტოს ომის შემდეგ ქართულ იმდროინდელ ხელისუფლებას და NGO სექტორის წარმომადგენლებს რუსეთის მიმართ, რატომ შეცვალეს ეს ყველაფერი სწორედ მაშინ, როდესაც უკვე 2022 წელს უკრაინაში შეიჭრა რუსეთი და იქ დაიწყო სამხედრო აგრესია. ირაკლი გობახიძე ამბობს იმასაც, რომ მსგავსი მიდგომები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად ხდება ეგრეთ წოდებული deep state-ის, ასე ვთქვათ, გავლენების გატარება, მათ შორის საქართველოში კონკრეტული პოლიტიკოსებისა თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან და როგორ შეიძლება მათ შორის მათი მიზნები გახდეს პრემიერის თქმით ოპოზიციონერებისთვის ფორმალურ სამშობლოზე მაღლაც. კი ირაკლი გობახიძე კიდევ ერთხელ სვავს რიტორიკულ კითხვას, რომ რამდენად როგორ შეიძლებოდა მსგავსი განცხადებები გაეკეთებინათ და ემოქმედათ პოლიტიკური თვალსაზრისით ოპოზიციის წარმომადგენლებს
წარმოადგენლებს ომის შემდეგ რამდენიმე თვის გასვლის იმ ფონზე, როდესაც საქართველოს დაკარგა 120 სოფელი ამავდროულად არაერთი ადამიანის, ასეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა აღნიშნულ ომს და ის ჭრილობები, რომელიც როგორც ადამიანური, ისე პოლიტიკური კუთხით საქართველოს მიადგა 18 წლის განმავლობაშიც კი პრემიერის თქმით არის მოუშუშებელი და რეალურად წარმოადგენს საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ გამოწვევას. უცხოურმა აგენტურამ რუსეთი დაუძინებელ მტრად მხოლოდ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ის უკრაინაში მეორედ შეიჭრა. უკრაინის მოქალაქეებზე რომ საუბრობდეთ, რა თქმა უნდა, ეს სრულიად გასაგები იქნებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, საქართველოს მოქალაქე უსამშობლოებს საქართველოზე მეტად უკრაინაზე შესტკივათ გული, რადგან ასეთი დირექტივა აქვთ მიღებული. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ მათი გაგებით რუსეთი საქართველოს ნამდვილ ოკუპანტად არა საქართველოს, არამედ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ იქცა. ბუნებრივია, მათი ეს ემოციებიც სრულიად ყალბია, რადგან უცხოური აგენტურა ყოველგვარი ღირებულებებისგან არის დაცლილი, რაც დღემდე არაერთხელ დაამტკიცეს. თუმცა ჩნდება ლოგიკური კითხვა, რატომ იქცნენ ისინი რუსოფობებად ახლა და არა მაშინ, როდესაც საქმე საქართველოს ეხებოდა. საქართველოს სამშობლოდ ფორმალურადაც არ ცნობენ და უკრაინაა მათი სამშობლო. ლოგიკურია, რომ თუ ვინმეს რადიკალური ანტირუსული განწყობა უნდა ჩამოყალიბებოდა, ეს არა 2022 წლის, არამედ 2008 წლის შემდეგ უნდა მომხდარიყო. მათი დღევანდელი რუსოფობია რომ ყალბია, ეს კონკრეტული ფაქტებით დასტურდება. შორს რომ არ წავიდეთ, ყველამ ვიცით, რომ ელენე ხოშტარიასთვის რუსეთის სახელმწიფო ხაზინიდან გადარიცხულ მილიონობით რუსულ რუბლზე არავითარი რეაქცია არ აქვთ რუსოფობ პოლიტიკოსებს, NGO-შნიკებს, ჟურნალისტებსა და აქტივისტებს. ვფიქრობ, საკითხი, რომელზეც ახლა მსჯელობ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის დამატებით განმარტებას არ საჭიროებს. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა გულწრფელი პატრიოტია, რაც ნათლად იკითხება მათი დაკვეთიდან ხელისუფლების მიმართ. ნებისმიერ ფასად დავიცვათ მშვიდობა, სახელმწიფო სუვერენიტეტი და ეროვნული ღირებულებები. თუმცა მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა დაისვას კითხვა, რომელზეც საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს. ყველამ ვიცით, რომ როგორც წარსულში, ისე დღეს აგენტურა საქართველოში გარე ძალების დავალებების შესაბამისად მოქმედებს და მათი სამშობლო არა საქართველო, არამედ Deep State-ია. ამ ფონზე საინტერესოა, რატომ არ ჰქონდათ მათ დავალებული რუსოფობობა მაშინ, როდესაც ამის ყველაზე მძაფრი მიზეზი არსებობდა. ანუ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და რატომ დაევალათ რუსოფობობა ახლა, როდესაც რუსული აგრესიის მსხვერპლი არა მათი ფორმალური სამშობლო, არამედ სხვა, თუნდაც მეგობარი ქვეყანა გახდა. ვფიქრობ, საზოგადოება ამ ალოგიკურობას ლოგიკურ ახსნას იოლად მოუძებნის. 2008 წლის აგვისტოს ომიდან 8 აგვისტოს 18 წელი სრულდება საქართველოში რუსული ჯარის შემოჭრის შედეგად მაშინ 412 ადამიანი დაიღუპა, დაიჭრა 2000-ზე მეტი მოქალაქე და საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციის შედეგად უკანონო ოკუპაცია და აღიარება მოახდინა რუსეთის ფედერაციამ. მადლობა შოთა, პირდაპირ ეთერში საუბრობდა შოთა ფალავანდიშვილი. ნაციონალური მოძრაობა პასუხს არცემს კითხვას, თუ რატომ გახდა რუსეთი ომის დამნაშავე უკრაინაში საომარი მოქმედებების და არა აგვისტოს ომის შემდეგ. მართლ გუნდში აცხადებენ, რომ ანტირუსული განწყობები ნაციონალურ მოძრაობასა და მათ მხარდამჭერებში ლოგიკურად არა 2022 წელს, არამედ 28 წლის ომის შემდეგ უნდა გაჩენილიყო. ქართული ოცნებისთვის ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ გარლილ ძალების დავალებით მათ საკუთარ სამშობლოზე მეტად უკრაინაზე შესტკივათ გული. ლელა ჯავახიშვილი გაგვაცნობს პრემიერ-მინისტრის წერილზე გაკეთებულ პოლიტიკურ შეფასებებს. ლელა, ეთერში ხარ. წლებია კითხვები არსებობს და წლებია პასუხები არ აქვთ. ნაციონალურ მოძრაობაში დღესაც ვერ ხსნიან, რატომ გახდა რუსეთი ოკუპანტი და ომის დამნაშავე მხოლოდ უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ, მაშინ როდესაც გაცილებით ადრე დაიწყო ომი საქართველოში, თუმცა 2008 წლის შემდეგ მოვლენები საპირისპიროდ განვითარდა, მაშინდელმა ხელისუფლებამ ოკუპანტთან პირიქით დათბობის პოლიტიკა დაიწყო. განწყობები რადიკალურად შეიცვალა მხოლოდ 2022 წლის შემდეგ, სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყეს ეგრეთ წოდებული აქტიური რუსოფობია. რატომ არ იქონია გავლენა საკუთარი ქვეყნის ომმა? მიხეილ სააკაშვილის პარტიაში დღეს ეროვნულ ინტერესებზე აპელირებდნენ და პოზიციების გამართლებას ევროპის განწყობებით ცდილობდნენ. აგვისტოს ომის შემდგომ, რუსეთის აგრესიის შემდგომ სასწრაფოდ იყო ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის, მათ შორის იმის ჩვენება, რომ ჩვენ არ ვიყავით განწყობილები აგრესიულად რუსეთის მიმართ. მათ შორის ამას ხელი შეუწყოს, რა თქმა უნდა, ევროპაში ძალებმა, რომლებიც იყვნენ არადეკვატურად განწყობილები რუსეთის მიმართ და მიაჩნდათ, რომ თითქოს და რუსეთის რაღაც ინტერესები აქვს, რომელიც არის ლეგიტიმური ჩვენ რეგიონში. უნარი ის ხელისუფლება იძულებული იყო ისეთი ნაბიჯები გადაედგა კულტურული და ტურისტული მიმართულებით მათ შორის, რომ ეჩვენებინა, რომ ისინი არ იყვნენ ქსენოფობიურად და აგრესიულად განწყობილები.
უმრავლესობაში დღეს გაიხსენეს ისიც თუ როგორ ხვდებოდა რუს ტურისტებს საზღვართან თავად მიხეილ სააკაშვილი რა განცხადებებს აკეთებდნენ აგვისტოს ომის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები რუსეთთან იგივე სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებთან დაკავშირებით და როგორ ამწვავებდნენ მოვლენებს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ყველაზე სენსიტიურ პერიოდში, როდესაც საფრთხე ექმნებოდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ეს ყველაფერი მკაფიოდ მეტყველებს იმაზე, რომ მათი ოპონენტებისთვის რუსეთი ოკუპანტი ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს გლობალური ძალების ინტერესებს ჭირდება. სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა, რომ ნაცაგენტურაში, უცხოური ძალების წარმომადგენლობაში საქართველოში არ მიაჩნიათ საქართველოს თავიანთ სამშობლოდ და უპირატესად აყენებენ სხვა ქვეყანას. მაშინ, როდესაც შენ საკუთარ ქვეყანაში ომი იყო 2008 წელს, ტერიტორიის გარკვეული ნაწილი ოკუპირებული აქვს რუსეთის ფედერაციას და 2008 წლის შემდგომ დღეებში და თვეებში თავად პრეზიდენტი ხვდებოდა რუს ტურისტებს. მისი წარმომადგენლები დღეს რომ არაფერი რუსული ვითომ არ უყვართ, ამბობდნენ რომ რუსული ინვესტიციები კარგია საქართველოში. მაშინ საჭირო იყო, იმიტომ რომ მათმა პატრონებმა უთხრეს, რომ ეხლა რუსეთთან ჩვენ არა გვაქვს ეხლა ჩხუბის თავი და დაალაგდით ეხლა რუსეთთან. და დაიწყეს, თქვა, ფიანდაზების დაგება რუსეთის ფედერაციისთვის. და დღეს უკვე დაჭირდათ მათ პატრონებს უკრაინაში ომის შემდგომ, რომ ეხლა აგინეთ რუსეთს. და უკრაინაში რო შეიჭრა რუსეთი, მხოლოდ მერე გახდა ოკუპანტი და მიუღებელი? აი ეს აჩვენებს ზუსტად, რომ მათთვის საქართველოს არ არის სამშობლო. თორემ რა შეიცვალა 2008 წლის ომის შემდგომ? როგორც იყო ოკუპანტი, ისე არის დღესაც ოკუპანტი. მაშინ, როდესაც მათ პატრონებს ჭირდებოდათ რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა, მაშინ, როდესაც მათ პატრონებს ჭირდებოდათ რუსეთთან კეთილმეგობრული ურთიერთობები, იმ დროინდელმა ხელისუფლებამ უგულებელყო ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესები და მათი პატრონების ინტერესებს დაუჭირეს მხარი, მაშინ, როდესაც ანუ დღეს მათ პატრონებს სჭირდებათ რუსეთთან კონფრონტაცია, მაშინ, როდესაც მათ პატრონებს სჭირდებათ რუსეთთან სამხედრო ესკალაცია, ისინი ამჯერადაც უარს ამბობენ საკუთარი სამშობლოს, ფორმალურად საკუთარი სამშობლოს, თორე ისინი უსამშობლოები არიან, საკუთარი სამშობლოს სახელმწიფო ინტერესებზე, არაფრად თვლიან ჩვენი ქვეყნის ეგზისტენციალურ ინტერესებს და დღეს ისინი უჭერენ მხარს რუსეთთან ესკალაციას და სამხედრო დაპირისპირებას. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ მათთვის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს სახელმწიფოს ინტერესები არაფერს არ ნიშნავს და მათთვის მთავარი არის და ამომავალი წერტილი არის მათი გარე პატრონების ინტერესები. რატომ შეიცვალა ოპოზიციამ რადიკალურად განწყობები რუსეთის ოკუპაციასთან დაკავშირებით არა 2008, არამედ 2022 წლის შემდეგ? ეს ის კითხვებია, რომელზეც მკაფიო პასუხი ოპოზიციას არ აქვს. ჩვენ ვცდილობთ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებთან დამატებით კომუნიკაციას, თუმცა ისინი ამ დრომდე ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. მადლობა ლელა, პირდაპირ ეთერში საუბრობდა ლელა ჯავახიშვილი. არქივი ინახავს მიხეილ სააკაშვილისა და მისი მთავრობის წევრების არაერთ განცხადებას აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთთან თანამშრომლობის შესახებ. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები მაშინ აცხადებდნენ, რომ მოსკოვთან ურთიერთობის გაწყვეტა ქვეყანას დააზიანებდა. ასევე მიესალმებოდნენ რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და სავაჭრო ეკონომიკურ და კულტურულ კავშირებს. Сейчас хотя бы виза не нужна. Нет, наоборот, надо, чтобы почаще ездили другие. Добро пожаловать. ჩვენი მხრიდან გახსნილია სავიზო რეჟიმი, ჩვენ მივესალმებით მხოლოდ რუს ტურისტებს. ბიზნეს არანაირი პრობლემა არ შექმნია და ციფრებს რო შეხედოთ, მინდა გითხრათ, რომ გაიზარდა კიდევაც ვაჭრობა რუსეთთან და საქართველოს და მსხვილი ბრუნვა. ჩვენ ვართ გახსნილები რუსეთთან ურთიერთობისთვის, ჩვენ პირიქით არანაირი პრობლემა არ აქვს. სახელმწიფო კომპანია როგორც არის VTB ბანკი, ისეთივე როგორც არის RAOIS-ი და ასე შემდეგ, ძალიან აქტიური ინვესტიციებს ახორციელებენ და ასე ვთქვათ, ფულის ასე ვთქვათ, სუნი არ უდის, ნებისმიერი ინვესტიცია კაპიტალი საქართველოში არის მისასალმებელი. პრობლემა ყოფილა თურმე ის, რომ გასულ წლებში რუსულ კომპანიებზე მოხდაო რაღაც აქტივების გაყიდვა. და რა პრობლემა არის ეს, ვინმე მოდესმე თქვა, ჩვენი მხრიდან რაღაც პრობლემა არის რუსულ კომპანიებზე გაყიდვა.
ზღაპრებს ნუ დაიჯერებთ უკრაინა ნატოს წევრი ვერასდროს გახდება, აცხადებს დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი. გენერალმა ვალერი ზალუჟნიმეს მოსაზრება კიევში ელჩებთან შეხვედრის დროს გამოთქვა და აღნიშნა, რომ ნატოს ძალიან კარგად იცნობს. მისივე თქმით, უკრაინის ალიანსში გაწევრიანებელს ხელს ის უშლის, რომ უკრაინის შეარაღებული ძალები ამ ორგანიზაციასთან შესაერთებლად საჭირო დონეზე ჯერ არ არის. 12 წელი მუშაობდი იმაზე, რომ ნატოს სტანდარტები დაგვენერგა და ყოველ წელს უსმენდი ზღაპრებს იმის შესახებ, რომ აი სულ მალე ნატოში შევიდოდით. სამწუხაროდ, ჩვენ მასში ვერასდროს გავწერიანდებით. განაცხადა დიპლომატმა. დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის განცხადებას და პოლიტიკურ შეფასებებს კეთი ზანთარაია გაგვეცნობს, კეთი გისმენთ. დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი არ არის მხოლოდ დიპლომატიური გამოცდილების მქონე პოლიტიკოსი, ის წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა უკრაინის სამხედრო ძალებს და მისი თქმით, სწორედ მისი სამუშაო პრაქტიკა აძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ უკრაინა ნატოში ვერ გაწევრიანდება. მას კარგად ახსოვს მისივე შეფასებით ზღაპრების 12 წელი. დიპლომატებთან შეხვედრის დროს უკრაინელმა ელჩმა ისაუბრა იმასთან დაკავშირებითაც, რომ ახლა ოფიციალური კიევის პოზიცია უნდა იყოს იმგვარი, რომ გააქტიურდეს სხვადასხვა უსაფრთხოების ალიანსის განვითარება და სწორედ ამ მხრივ უნდა იმუშაოს ქვეყანამ, რომ მოხდეს სხვადასხვა ალიანსში ქვეყნის გაწევრიანება. ძალიან კარგად ვიცნობ ნატოს, დაახლოებით 12 წელი პირადად მუშაობდი იმაზე, რომ ნატოს სტანდარტებს დაუფლებოდით და ყოველწლიურად ვისმენდი ზღაპრებს, რომ ნატოში გავწევრიანდებოდით. სამწუხაროდ, ჩვენ ვერასოდეს გავწევრიანდებით მასში. სავარაუდოდ, ნატო იმავე მდგომარეობაში დარჩება, რაშიც ახლაა და დაახლოებით 12 წელი დასჭირდება უკრაინას იმ სტანდარტებზე გადასასვლელად, რომლებიც აუცილებელია სულ მცირე რუსეთის ფედერაციის დონის ნახევრის მისაღწევად. ბრიტანეთში უკრაინის ელჩის განცხადება ქართველი პოლიტიკოსებისთვის ეს არის მორიგი აღიარება. საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებში საუბრობენ და კითხვები აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ თავიდანვე ცხადი იყო ნატოსში უკრაინის გაწევრიანების საკითხი, რა პოლიტიკაა წარმოა ამ მიმართულებით ქვეყანამ, რამაც მათივე შეფასებით სახელმწიფო მიიყვანა განადგურების საფრთხის წინაშე. რისთვისაც დააწყებინეს ომი უკრაინას, ამას თავად ევროკომისიის პრეზიდენტი ამბობდა პირველივე თვეებში, რომ რუსეთი შეიჭრა უკრაინაში სწორედ ნატოს წევრობის გამო, აი იმაზე უთხრეს უარი უკვე უკრაინას. და შედალოცულო თუ იცოდი, რომ არ გაგაწევრიანებდნენ და ამას დიდი მიხვედრა არ სჭირდებოდა, მაშინ რატომ ჩაყევი აი ამ უცხოურ ძალებს აი ამ ბრძოლაში, როდესაც პრაქტიკულად განადგურების პირას არის სამწუხაროდ აი ეს ქვეყანა, საზოგადოება, მისი ეკონომიკა, მისი მომავალი. რატომ? იმიტომ რომ უნდოდათ, რომ როგორც დღეს უკრაინის ბედს წყვეტენ უკრაინის გარეშე, ასე უნდოდათ საქართველოს ბედიც გადაეწყვიტათ საქართველოს გარეშე. ეს არის მიზანი იყო და არის ჯერჯერობით სამწუხაროდ მიზანი და ეს ზალუჟნის განცხადება მორიგი ჯერზე არის მტკიცებულება იმის, რომ ძალიან კარგად იცოდნენ თავად უკრაინის ხელისუფლებაში, რომ უკრაინას ნატოში არ მიიღებდნენ. ეხლა თავად საუბრობენ, რომ აი იყო ტყუილი ის, რომ უკრაინას გააწევრიანებდნენ ნატოში და ამიტომ გამოიყენეს ეს, რომ შეჭრილიყო რუსეთი უკრაინაში. როგორც უკვე გითხარით, ვალერი ზალუჟნიმ ეს განცხადება გააკეთა უკრაინელ დიპლომატებთან შეხვედრის დროს და მან სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს და იმ ვითარებას, რომ უკრაინა ვერ გახდება ამ მოცემულობით ნატოს წევრი. მადლობა კეთი, პირდაპირ ეთერში საუბრობდა კეთი ზანთარაია. პრემიერ-მინისტრი ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად ონის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის შქმერი მრავალძალი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსამზადებელი და სამობილიზაციო სამუშაოები, რის შემდეგაც გზის მშენებლობა დაიწყება. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა რეგიონისთვის ინფრასტრუქტურული პროექტის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მისი განხორციელება ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე ტურისტების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას. მთავრობის მეთაური ასევე გაეცნო ონის შესასვლელთან. შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე მიმდინარე მეწყერ საწინააღმდეგო ღონისძიებებს. პროექტის ფარგლებში მეწყრული უბნის აღდგენა და გზის უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის აუცილებელი დამცავი კედლის მოწყობა მიმდინარეობს.
Მნიშვნელოვანი სამუშაოები ტარდება ონის გზის მონაკვეთზე, სადაც იყო ქვათაცვენის პრობლემა, საჭირო იყო გზის რეაბილიტაცია. ძალიან მოკლე ვადებში ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უზრუნველყო ალტერნატიული გზის მშენებლობა, რომელთაც უკვე სარგებლობენ ონელები, რაჭველები და რაჭის სტუმრები და ასევე პარალელურ რეჟიმში გრძელდება ძირითადი საგზაო მონაკვეთის გამაგრება. ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ტარდება იმისათვის, რომ მომავალში იყოს თავიდან არიდებული ქვათაცვენა და მსგავსი ტიპის პროცესები. ასევე ჩვენ მომინახულეთ შქმერი მრავალძალის გზის მშენებლობის სამუშაოები. ეს არის 9.5 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც მნიშვნელოვნად დააჩქარებს მგზავრობას შქმერიდან მრავალძალამდე. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს სერიოზული გეგმები მრავალძალის განვითარებასთან დაკავშირებით. ეს არის უნიკალური ადგილი, სადაც შესაძლებელია უმაღლესი სტანდარტების საკურორტო სივრცის მოწყობა და ასევე გავეცანით ინფრასტრუქტურის სამუშაოებს, რომელიც უკავშირდება ამბროლაურის კულტურის სახლს. ეს არის უნიკალური შენობა, რომელიც საჭიროებს რეაბილიტაციას, სადაც მოეწყობა მრავალი ფუნქციით დატვირთული სივრცეები. აქ იქნება როგორც თეატრალური წარმოდგენების სივრცე, იქნება კინოთეატრის სივრცე, უზრუნველყოფილი, აქ იქნება სამუზეუმო სივრცე. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ცოტა ხნის წინ ონის შესასვლელში განვითარდა მეწყრული მოვლენები, რის შემდეგაც ჩვენ ოპერატიულად ავაშენეთ ალტერნატიული გზა, რომელთაც დღეს სარგებლობს ონის მოსახლეობა და ასევე მიმდინარეობს დამეწყრილი ტერიტორიის თავიდან ბოლომდე დამუშავება, გაწმენდა და ისიც კაპიტალურად უახლოეს პერიოდში გაიხსნება. ასევე ჩვენ ვინახულეთ მრავალძალის ახალი გზა, რომელიც შენდება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ ტურისტული და გონია ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილის პოპულარიზაციისთვის, იმისთვის, რომ აქ განვითარდეს ტურიზმი. სუსის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავა. გამოძიების მიხედვით ბრალდებულმა საქართველოს მოქალაქისგან ბათუმში უკანონო დაშენებული კომერციული დანიშნულების ფარდზე კანონით დადგენილი ჯარიმის თავიდან აცილების სანაცვლოდ ქრთამი აიღო, რა დროსაც დანაშაულის ჩადენის ფაქტზე ბრალდებულის სახით დააკავეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აჭარის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სხვადასხვა დროს 3 პირი დააკავა, მათ შორის 2 უცხო ქვეყნის მოქალაქე. სამართალდამცველებმა ნიუტკიცება დამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით მეთადონი. ასევე ამოღებულია ნარკოტიკების დაფასებისთვის საჭირო მასალები. დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 4 პირი დააკავა, ხოლო ბრალი წარედგინა კიდევ 3 ფიზიკურ და 3 იურიდიულ პირს. გამოძიების მიხედვით ბრალდებულების შესაბამისი ლიცენზიის გარეშე ქვემო ქართლის რეგიონში მდინარე მტკვრიდან სისტემატურად მოიპოვებდნენ ინერტულ მასალას, რომელსაც სხვადასხვა მეწარმე სუბიექტზე რეალიზაციას უწევდნენ. უკანონოდ მოიპოვეს 353,608 კუბური მეტრი ინერტული მასალა, რომლის ღირებულებაც 2,128,000 ლარია. მათ 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. მარნეულის მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. მერმა მოსახლეობას მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვა და დაგეგმილი პროექტები დეტალურად გააცნო. ყურადღება გაამახვილა ტურიზმის განვითარებასა და საგზაო, საგანმანათლებლო, სპორტული და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე. შემუშავების პროცესზე დოკუმენტის განხილვა საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობდა. მოსახლეობაში დიდი ინტერესი გამოიწვია ამ დოკუმენტმა. სწორედ მოქალაქეთა აქტიურობით, მათი ჩართულობით ჩვენ უნდა დავგეგმოთ და მუნიციპალიტეტმა უნდა დაგეგმოს უპირველეს ყოვლისა მისი ყველა სამამავლო პროექტი და ეს პროექტები აუცილებლად უნდა იყოს მორგებული მოქალაქეების ინტერესების და მათი გამოწვევებიდან გამომდინარე. იყო საინტერესო კითხვები, რომელსაც მე ვუპასუხე და აუცილებლად სამამავლოდ ჩვენ დღეს საჯარო განხილვა გქონდა და საბოლოო სახეს რომ მივცემთ გრძელვადიან სტრატეგიულ დოკუმენტს, აუცილებლად გავითვალისწინებთ მოსახლეობის
აზრს და რეკომენდაციებს. დოკუმენტი არის ვრცელი, დიდი, სადაც დეტალურად არის აღწერილი თუ როგორც ხედავს მუნიციპალიტეტი მიმართულებების განვითარებას კონკრეტული სამოქმედო გეგმებით, კონკრეტული განსახორციელებელი ნაბიჯებით. რუსთავში შიდა საუბნო რეკრეაციული და სპორტული სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს. მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად ფალიაშვილის 6 ნომერ კორპუსთან ხელოვნურ-საფარიანი სპორტული მოედანი ეწყობა. ანალოგიური სამუშაოები ერთდროულად ქალაქის კიდევ რამდენიმე უბანში მიმდინარეობს. რუსთავში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, მიმდინარეობს ქუჩების რეაბილიტაცია, შენობების გამაგრება, მწვანე სივრცეების მოწყობა და ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, პრიორიტეტად მივიჩნევთ მოსახლეობის და განსაკუთრებით ახალგაზრდების მხრიდან დაყენებულ საკითხს, რომელიც შიდა საუბნო სივრცეებში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ეხება. შესაბამისი სამუშაოები ამ ეტაპზე ქალაქის მასშტაბით რამდენიმე ქუჩაზე მიმდინარეობს. მსგავსი პროექტების განხორციელება მოსახლეობის ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით ხდება, რადგან ქალაქის ყველა უბანში შეიქმნას უსაფრთხო, კომფორტული და კეთილმოწყობილი გარემო. ახალციხეში ქალაქის იერსახის მოწესრიგების მიზნით ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპზე შალვა ახალციხელისა და ნათენაძის ქუჩების კვეთაზე საფეხმავლო ბილიკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ასევე საავტომობილო გზაზე წრიულები მოეწყო. შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ არსებული სკვერი კი საჭირო ინვენტარით აღიჭურა და დამონტაჟდა ახალი ლამპიონები. ქალაქ ახალციხეში მიმდინარეობს ცენტრალური სკვერების მიმდებარედ საფეხმავლო ბილიკების მოწყობა, ეწყობა ასევე გარე განათება. ქალაქის იერსახის მოწესრიგება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობთ. ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 155 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო გაიმართა ქართველი კლასიკოსი კომპოზიტორის მემორიალურ სახლ-მუზეუმში. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა ქართველმა საოპერო შემსრულებლებმა. საღამოზე კომპოზიტორის შემოქმედებასა და ღვაწლზეც ისაუბრეს. 155 წლის იუბილე აღნიშნეთ ჩვენ 3 აგვისტოს. ყოველ წელიწადს 3 აგვისტოს აღნიშნავთ მის სახლში, მის დაბადების დღეს, მაგრამ წელს განსაკუთრებული წელი არის. ზაქარია ფალიაშვილზე მიჭირს საუბარი როგორც მხოლოდ კომპოზიტორზე, იმიტომ რომ ის გაცილებით მეტი არის, ვიდრე მხოლოდ კომპოზიტორი. ის გახლდათ საზოგადო მოღვაწე, მე მას ასე ვუწოდებდი. თვითონ სახელი ზაქარია ფალიაშვილი ეგ არის ქართული ხელოვნების ღირსების სახელი. ეს არის ჩვენი უდიდესი კლასიკოსი, რომელმაც დაგვიტოვა ძალიან დიდი საგანძური. ჩემთვის როგორც ქართველი მომღერლისთვის ძალიან დიდი ბედნიერება, პატივია ჩემი კოლეგების და მეგობრების გვერდით ვიდგე და შევასრულო დაუვიწყარი ნაწყვეტები მისი შესანიშნავი ოპერები. კურიერი 12-ზე ამით დაასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს 3 საათზე შეხვდებით. მანამდე კი მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს rustavi2.gr და ასკანერეთ QR კოდი და შემოგვერთით rustavi2-ის Facebook გვერდზე. დროებით.